მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. 2025 წლის 12 ივნისს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულების ხვიჩა ბეგიაშვილისა და ხათუნა სხირტლაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. ხვიჩა ბეგიაშვილის წიგნი პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების განხორციელებაზე უარის თქმა და მისი სამართლებრივი შედეგები. ხათუნა სხირტლაძის წიგნის სახელწოდებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება სამოქალაქო სამართალ წარმოებაში, თეორია, პრაქტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებები. ღონისძიებას დასოს ადმინისტრაცია, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღეს გაიმართა ჩემი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს სამოქალაქო სამართალ წარმოებაში. დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას და მთელ უნივერსიტეტს. დღეს სტასუში შედგა ჩემი წიგნის პრეზენტაცია პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების განხორციელებაზე უარი თქმა და მისი სამართლებრივი შედეგები. ეს წიგნი არის ჩემი სადისერტაციო ნაშრომზე წარმოებული მონოგრაფია, რომელიც გასული წლის ივლისში იქნა დაცული აღნიშნულ უნივერსიტეტში, რისთვისაც პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სტასუს ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციას, პროფესორ მასწავლებლებს, იმ სტუდენტებს კიდევ ვინც დღეს ესწრებოდა წიგნის პრეზენტაციას, იურიდიული ფაკულტეტის დეკანატს და ყველა იმ იურიდს ან საკითხით დაინტერესებულ პირს, ვინც გამოხატა ინტერესი ჩემი წიგნის მიმართ. და ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემი სამეცნიერო თემის ხელმძღვანელს, სამართლის დოქტორს, პროფესორს ბატონ გია მეფარიშვილს, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის თემის შერჩევაშიც და შემდგომში აქტიურ თანამშრომლობას ჩემთან, რომ მიაღწია იმ კონდიციამდე, რასაც დისერტაცია ქვია ნაშრომს. დღევანდელი დღე წარმოაჩენს იმ ხანგრძლივი მრავალწლიანი შრომის შედეგს, რომელიც ამ უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელდა. გულისხმობ ორი ნაშრომის პრეზენტაციას. ეს ნაშრომები არის შედეგი თავის მხრივ დოქტორანტურის ფარგლებში განხორციელებული კვლევისა, რომლებიც წარმატებით იქნა დაცული როგორც სადისერტაციო ნაშრომები. ეს გახლავთ ხვიჩა ბეგიაშვილის ნაშრომი, რომელიც შეეხება პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის პრობლემებს და მასთან დაკავშირებულ მრავალ ასპექტიან საკითხებს. მეორე ეს გახლავთ ხათუნა სხირტლაძის ნაშრომი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების პრობლემა სამოქალაქო სამართალ წარმოებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უნივერსიტეტის და ავტორთა ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი დღე, ნაყოფიერი დღე, რაც ვფიქრობ, რომ უნდა გახდეს სტიმული როგორც სხვა უნივერსიტეტებისათვის, ისე სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისთვის თუ მომავალი თაობებისათვის, რათა აიღონ ორიენტაცია თავიანთი კვლევების პრაქტიკულ დამუშავებაზე, საზოგადოებამდე მათ მიტანაზე და ამით თუნდაც ერთი აგური დაიდოს ქართული სამართლის და მეცნიერების განვითარების, ასევე პრაქტიკის განვითარების საკითხში. დღეს გამორჩეული დღე გქონდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. დღეს ჩვენი სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების საჯარო პრეზენტაცია განხორციელდა, რომლებიც წიგნების სახით იქნა გამოცემული და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანს თქვათ სამართლის შესაბამის დარგში კვლევებთან დაკავშირებით. ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ, რომ მომზადებული წიგნების შემუშავება განხორციელდა სწორედ სამართლის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. მას საფუძვლად დაედო ის დისერტაციო ნაშრომები, რომლებიც აღნიშნული სტუდენტების მიერ იქნა მომზადებული სადოქტორო კვლევის ფარგლებში, რამაც თქვათ საბოლოო ჯამში მოგცემს იმის საშუალებას, რომ ფართო საზოგადოება უკვე წიგნის სახით გაეცნოს აღნიშნულ ნაშრომებს.
ჩვენ მადლობა გვინდა გადაუხადოთ ჩვენ დოქტორანტებს გაწეული შრომისათვის, ასევე იმ პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ შესაბამის სადოქტორო კვლევაში და რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აი იმ საბოლოო პროდუქტის მომზადებაში, რასაც სახელმძღვანელო თუ ავტორების მიერ მომზადებული წიგნები ქვია. მადლობა მათ და წარმატებებს უსურვებთ. როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები? ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე განმარტებით ხელისუფლების მხრიდან ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერა ვერ ექნება. როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები? ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. ამ ორგანიზაციებს პირდაპირ განასახიერებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არიან სწორედ ასოცირებული ექსტრემისტთან. აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას ვერ ექნება. განაცხადა ყობახიძემ. მისი თქმით გასაკვირია, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობას ხედავენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პრაღაში გლობსეკის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. წელს გლობსეკის მეოცე საიუბილეო ფორუმს გამართავს, რომელშიც პოლიტიკოსები, საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს. გლობსეკ ფორუმ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც 2005 წლიდან ტარდება. ნათქვამია ინფორმაციაში. მიუმართავ ბრიტანეთის საელჩოს გაასაჯაროოს ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით. ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა. მიუმართავ ბრიტანეთის საელჩოს გაასაჯაროოს ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სამართლებრივი პროცესები, რაც მიმდინარეობს, არის კარიკატურული. ამის შესახებ საჯარო მმართველობის ექსპერტმა დავით გუნაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე განაცხადა. გუნაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება რეპრესიულ აპარატს ქმნის. ქართულმა საზოგადოებამ კი ამაში ხელი უნდა შეუშალოს და რეჟიმის დემონტაჟი უნდა მოახდინოს. ხშირად ვამბობ, რომ რასაც ჩვენ ახლა საქმე გვაქვს, ეს არის რუსული მოღალატეობრივი რეჟიმი. ყველა, ვინც ამ რეჟიმშია, არის თავიდან ბოლომდე რუსული რეჟიმის წარმომადგენელი, ვინც ემსახურება ამ რეჟიმს პოლიტიკურ დონეზე, ინსტიტუციურ დონეზე, ორგანიზაციულ დონეზე. აქ არის კატეგორია, რომელიც უნებლიეთ არის სისტემურ მარწუხებში მოქცეული, მაგალითად პოლიციელები, უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სპეციალისტი, საჯარო მოხელეები და ასე შემდეგ. კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად კომუნიკაციების კომისია შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მეშვეობით ბანკებიდან მაუწყებლობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პლენარულ სხდომაზე 77 ხმით ერთხმად დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით აღნიშნული კანონის მიღებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს, რეგულაციების ეფექტიანად აღსრულების შესაძლებლობა მიეცემა. როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას აღმასრულებელი ორგანოსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, ხოლო იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას კანონის მიზანი და მოხდეს მისი აღსრულება, საჭიროა აღსრულების სათანადო მექანიზმების არსებობა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ისმის კითხვა, რატომ ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ჩვენ კი ვიცით ამის მიზეზი რა არის, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კალაძე აღნიშნავს, ევროპელი ბიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანაეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, განაცხადა კალაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრის მონაწილეებთან გიორგი ჯინჭარაძემ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივები, იდეები და ხედვები მოისმინა. ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდნენ. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ლეგიონის სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. არსებული ცნობებით გარდაცვლილია დემეტრე დარჩია. ქართული ლეგიონის ინფორმაციით დარჩია დაიღუპა დივერსიული ინციდენტის შედეგად. ქართული ლეგიონის ბაზაზე დივერსიული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც უცნობი პირის მიერ შემოტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამ ინციდენტის შედეგად ჩვენი მებრძოლი დემეტრე დარჩია დაიღუპა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნებოდა. ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას. სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას, თანაგრძნობას უცხადებთ ოჯახს და ნათესავებს. აღნიშნულია განცხადებაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. თურქეთის მმართველის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესპიკერი ომერ ჩელიკი მკაცრად გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო თავდასხმა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმურობა და გამართლება არ გააჩნია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. უმკაცრესად ვგმობთ ამ უკანონო თავდასხმას, ისრაელის თავდასხმას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმურობა ან გამართლება. ეს ბარბაროსული აგრესიაა, განაცხადა ჩელიკმა. მისი თქმით, მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის გაფრთხილებებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების შედეგების შესახებ. მისი თქმით, ისრაელის მიერ თავდასხმის იმ დროს განხორციელებამ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისრაელი მტრულად არის განწყობილი ყველა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ. გაეროში ისრაელის ელჩი დენი დანონი აცხადებს, რომ ისრაელს დაძაბული დღეები ელის მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარღვევები განახორციელა. ვიცით, რომ წინ დაძაბული დღეები გველის და ამისთვის მზად ვართ, ვამზადებთ ისრაელის მოსახლეობას, რომ მზად იყოს ამისთვის, განუცხადა დანონმა Fox News-ს. მისი თქმით, ისრაელის იერიში არა მხოლოდ პილოტების ან დაზვერვის წარმომადგენლების გმირობის, არამედ ისრაელელი ხალხის გმირობის შედეგია. მათ ინსტრუქციები უნდა შეასრულონ, საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან. ის ჩვენთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. აღნიშნა დიპლომატმა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ირანის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი მოჰამედ ბაგერი მეორე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მთავარსარდალი დაიღუპა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია ირანზე ისრაელის თავდასხმის შესაძლო მძიმე შედეგებით. ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას და ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ან კონფლიქტის გაფართოებას იწვევს. რეგიონში დაძაბულობის უეცარი ხელახალი გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის. განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ლინ ცზიანმა. მისი თქმით, ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს მეტი გააკეთონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ჩინეთი მზადაა კონსტრუქციული როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში, აღნიშნა პრესპიკერმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.